და ეხლა ნახეთ რა უნდა მოგიყვეთ ძალიან ესეთი ამაღელვებელი ისტორია. სქოლასტიკას ისედაც ძალიან უყვარდა თავის ძმა ცხადე ეხლა ტყუისცალი იყო, მაგრამ გარდა ამისა, მისი აწლი, მისი მოღვაწეობა მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ფაქტურად სქოლასტიკას მოძღვარი იყო ყველაფერთან ერთად და ესეთი ტრადიცია ჰქონდათ, რომ ესენი ხვდებოდნენ ხოლმე ამ ორ სოფელს შორის შუაში. იყო რაღაც სახლი და აი ამ სახლში ხვდებოდნენ ერთმანეთს სულიერი საუბრებისთვის. ოღონდ ეს შეხვედრა იყო წელიწადში ერთხელ. ეს ბენედიქტე ძალიან მკაცრი იყო, ამას კი უნდოდა უფრო ხშირად რომ ქონოდა შეხვედრები სქოლასტიკას, მაგრამ ესე დათქვეს და ის ძალიან მოვიდოდა მამებთან ერთად, ეს დედებთან ერთად და ესენი დასხდებოდნენ და დიდხანს საუბრობდნენ. მთელი დღე ფაქტურად ესე ატარებდნენ ხოლმე ესეთ სულიერ საუბრებში და აი ნახეთ რა მოხდა. ერთ-ერთი ეს იყო ბოლო შეხვედრა ფაქტიურად. მოკლედ რომ შეხვდნენ და რომ დამთავრდა ხა ეს დღე და მცირე ძალიან კაცრად მარხულობდნენ ხოლმე ყოველთვის და მცირე ესეთი ტრაპეზი მიიღეს და შემდეგ სქოლასტიკა ეუბნება რომ მამა ბენედიქტეო იქნებ არ წახვიდეო ხა მონასტერში და ერთი ღამე დარჩევა ამ სახლშიო და კიდე ერთი ღამე გავატაროთო ერთად ვისაუბროთო და ბენედიქტემ თქვა შენო რას ლაპარაკობ გესმის ხა მეო ხა მამებთან ერთად კიდე ღამე რო არ წავიდე მონასტერში და ლოცვა გავაცდინო და რაღაცა და არაო გამორიცხულია ვერაფერთან ძალიან გთხოვ არ წახვიდეო ამ თქვა არაო უნდა წავიდეო და რა გააკეთა იცით ესე თავი ჩახარა ხელები ერთმანეთს გადააჭდო თავი ჩახარა და ილოცა და როგორც კი ჩახარა თავი საშინელი ჭექაქუხილი გაისმა და რო აწია თავი ცრემლებით ჰქონდა სველი სახე და ეს ცრემლები რო წამოვიდა წვიმა და წამოვიდა როგორი წვიმა იცით რომ რაღაცა დაიქცა ქვეყანა მოკლედ ჭექაქუხილი რაღაც ქარი ამოვარდა ეს წვიმა ხო და რა შვებიო ბენედიქტე უთხრა რასაკეთებო კაცო გაგიჟდიო როგორ შეიძლება ეს რომ იცი რა უთხრა მე ვთხოვეო შენ და შენ არ შეისმინეო ხო და მე ღმერთს ვთხოვეო იესო ქრისტეს და იმან შეისმინაო ჩემ და ეხა ადექი და წადით წამსვლელი ხარო და საწავიდოდნენ ცხვირი ვერ გაყვეს ესე იგი ამ სახლიდან და ეს მართლაც როგორც ნიშანი ესე მიიღო ბენედიქტემ დარჩა და კიდევ მთელი ღამე ეს ერთად გაატარეს ისაუბრეს და მესამე დღეს ზუსტად ამ შემთხვევიდან მესამე დღეს თავის სენაკში იდგა ფანჯარასთან და უცებ ის სოფელი შორს იყო მაგრამ იცოდა რა მიმართულები და აი ზუსტად იმ მხრიდან იმ მონასტრიდან დაინახა რომ მტრედი აფრინდა ცაში თეთრი მტრედი და მიხვდა რომ ეს იყო მისი სული ამ სქოლასტიკა